ძალიან მოკლე ახსნა, როგორ ხდება манипуляცია ადამიანებზე. ეხლა მე თქვენ მოგცემთ ფორმულას, ხო? ძალიან უხეშ მარტივ ფორმულას, რომლითაც თქვენ ამას ძალიან მარტივად ამოიცნობთ. ეს ხდება ემოციების გამოწვევით. ესე იგი, ადამიანში უნდა გამოიწვიოთ გარკვეული ემოცია და რისთვის არის манипуляცია? მის სამართავად და იმისთვის, რომ გააკეთებინო მას რაიმე. ეხლა ამის ცოდნა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ არ გავხდეთ манипуляციის, არ ვიცი, მსხვერპლი და ჩვენ თვითონ სხვა ადამიანებზე არ გავაკეთოთ манипуляცია. ოკეი? არის მე ხა გეტყვით 3 ემოციას, რომლის გავლით და საშუალებით ხდება манипуляცია ყველაზე გავრცელებულ და აი მნიშვნელოვან 3 ემოციას, ხო? პირველი ეს არის შიში. ესე იგი, ადამიანში უნდა აღიძრას შიში, ესე იგი, აღიძრება შიში, შეაშინებ ადამიანს, რაც ძალიან მარტივია, მინდა გითხრათ. შეიძლება კონკრეტული ადამიანის შიშებიც იყოს ამოცნობილი, მაგრამ ზოგადად ადამიანებს აი გადარჩენასთან დაკავშირებული შიშები, ხო, აი საკმაოდ შიშები ზირთადად გვაქვს ისეთი, რაც საერთოა, ხო? ბევრ ადამიანს ერთნაირი შიშები გვაქვს, არ სიცოცხლეს ეხება, გადარჩენას ეხება, უსაფრთხოებას, ხო? და აი ამ შიშებს აღძრავ ადამიანში და შემდეგ ძალიან მარტივია ამ ადამიანის მართვა და მასზე манипуляცია. ამას მიმართავენ ხოლმე სახელმწიფო სტრუქტურები, არ ვიცი, სამედიცინო, რელიგია, ხო, გარკვეული რელიგიები და შეიძლება ინდივიდუალური ადამიანებიც, ხო, დაშინება, მუქარა, რაც არის აი პირდაპირი, ესე იგი, მოქმედება ესეთი და შეფარული, ანუ манипуляციით გაკეთებულიც, ხო, არა პირდაპირ ესე როგორც მუქარაა. მეორე ემოცია ძალიან გავრცელებული და აი ყველაზე ისეთი, აი მნიშვნელოვანი და ძნელად ამოსაცნობი, რაც არის ეს არის დანაშაულის განცდა. ანუ მეორე ადამიანში გამოწვეულია დანაშაული, ის დამნაშავედ გრძნობს თავს და დამთავრდა. შეგიძლია ამ ადამიანის მართვა ძალიან მარტივად. აბა დაფიქრდით ახლა, რამდენი ადამიანი მიმართავს ამას ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ხო? უფრო მარტივი ფორმის манипуляცია ეს არის თავის შეცოდება, ხო? შეაცოდებ თავს, რაღაცას გააკეთებინებ, ხო? გართულებული ვარიანტი არის თავის შეაცოდო და პლუს დამნაშავედ აგრძნობინო თავი. ხო, აი რამდენი მშობლები მიმართავენ ამ ხერხს, რამდენი შვილი, ცოლი, ქმარი, მეგობარი, ხო? ესე იგი, დანაშაულის განცდის აღძვრა მეორე ადამიანში. და მესამე ემოცია განცდა, ასევე, რომელიც манипуляციისთვის ძალიან ხშირად ასე ვთქვათ, გამოიყენება და რომელიც აი საკმაოდ დახვეწილი ფორმაა, მინდა ვთქვა, ეს არის იმედის მიცემა. და ესეც სასტიკი ფორმა არა, იმედის მიცემა და აი ამოცნობა იმ ადამიანს რა უნდა, რა სურს, რას ოცნებობს, ხო? და აი ამის დაპირება ერთგვარი, იმედის მიცემა და დაპირება. და შემდეგ უკვე შესაძლებელია ამ ადამიანის ასევე მართვა. ეხლა, მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ, ხო? აი დაფიქრდით თქვენ. ვინ ადამიანებთან თქვენს ცხოვრებაში გრძნობთ თავს ძალიან ხშირად დამნაშავედ, აი ვინ გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ, ხო? ან ვისთან ურთიერთობაში რაღაცა აი გაბედნიერდებით და მერე ის უცებ იფანტება, აღარ არის, ანუ რაღაცას დაგპირდება და შემდეგ აღარ არის. აი კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ, თქვენ ხომ არ ხართ ხომ არ ექცევით ვიღაც გაუცნობიერებლად ვიღაც ადამიანების манипуляციის ქვეშ. და ასევე ყველაზე
თავარი რაზეც უნდა დაფიქრდეთ, რაც ჩემი მიზანი არის ამ ვიდეოსი, ხო? ყველა ვიდეოს წერ რაღაცა მიზნის გამო. ხო, პირველი რომ თქვენ ამოიცნოთ манипуляცია, ძალიან მარტივად და მოკლედ რაც გითხარით, ამ ფორმულით, ხო? და მეორე, თქვენ თვითონ იქნებ თქვენ თვითონ იქცევით როგორც манипуляტორები, თუმცა არა გააზრებულად, რომ ახლა ამაზე მე манипуляციას მოვახდენ, ანუ ამას შეიძლება სახელს საერთოდ არ არქმევდეთ. მაგრამ იმისთვის რომ რაღაც მიიღოთ, შესაძლებელია თქვენ ინსტინქტურად ან გაუაზრებლად, ხო, თქვენვე იყოთ манипуляტორი და თქვენვე მიმართავდეთ ამ გზებს. ხო? რამდენს გქონია ცხოვრებაში ეგეთი რამ, რომ გინდა რომ ადამიანი აიძულო რომ იმან თქვა თავი იგრძნოს დამნაშავედ. აგრძნობინო რომ მან რაღაც დააშავა. სინამდვილეში რომ ჩავღრმავდეთ ამ ყველაფერს, ხო? ვიპოვით რას, რომ როდესაც ადამიანი აღიარებს თავს, დამნაშავედ იგრძნობს ძალიან ხშირად, ხო? ის შეიძლება რომ მართო, ხო? და ამის უკან დგას ხოლმე манипуляცია, ანუ რაღაცის სურვილი შემდეგ, რაც ადამიანს ამოძრავებს, ხო, რომ ესე მოიქცეს, რომ სხვაში აღზრას დანაშაულის განცდა. დაუფიქრდით. თქვენს ხომ არ იქცევით ასე. მადლობა და დროებით. ჩემი თხოვნა იქნება, რომ დამიწეროთ თქვენი შეფასება, თქვენი კომენტარები, მჭირდება ეს აქტიურობად, გააზიაროთ ვიდეო და დროებით.